სოფლიოში თევზი პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. კვლევების მიხედვით, ზღვებში და ოკეანეებში თევზის რაოდენობა თანდათან მცირდება. ამის გამო კაცობრიობა იძულებულია ოკეანეებში და ზღვებში მოპოვებიდან გადავიდეს მოშენებაზე და გაიაროს იგივე გზა, რაც მრავალი საუკუნის უკან გაიარა ხმელეთზე. ნადირობა მოპოვებიდან განვითარებულ სოფლის მეურნეობამდე. 21 საუკუნის ბოლოს სოფლიოში საბოლოოდ დასრულდება აკვაკულტურის დანერგვის პროცესი. უკვე დღეს 50%-ზე მეტს იკავებს ფერმერულ მეურნეობაში მოყვანილი ზღვის პროდუქტები. დღეს საქართველოში დიდი რაოდენობით ხორციელდება თევზის იმპორტი. ჩვენ კი გვაქვს საშუალება არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და საქართველოში წარმოებული ზღვის პროდუქტებით არა მარტო დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზეც. შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანია.